გამარჯობა. დღეს მინდა გესაუბროთ ერთ შეცდომაზე, რომელიც ბევრი კომპანიისთვის ძვირიჭდება. ეს არის შემთხვევა, როცა საქმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამუშაო პოზიციებს ეხება. ხშირად ხდება, რომ ისეთი ვაკანსიები, როგორიც არის მაგალითად დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ძალიან გვიან ივსება. ან იძულებულნი ხდებიან ხოლმე, რომ ნაკლებად შესაფერის კანდიდატზე გააკეთონ არჩევანი. თუ გჯერათ, რომ ბიზნესი პროაქტიულ რეაგირებასა და პროფესიონალებზე დგას, მაშინ გირჩევთ, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახოთ. მოდით ერთი კონკრეტული შემთხვევით დავიწყებ. ერთ კომპანიას სჭირდებოდა გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი. სადეს ჩვეულებრივი გზები ვაკანსია გამოაქვეყნეს დასაქმების პლატფორმებზე, განათავსეს სოციალურ მედიაში, მოიკითხეს რეკომენდაციებიც და რა თქმა უნდა ჩაატარეს გასაუბრებებიც. ეს პროცესი დაახლოებით 1 თვეს გაგრძელდა. რასაც არავინ მოეწონათ, ხელმეორედ დაიწყეს ძიება და დაახლოებით 1 თვის შემდეგ არჩევანი შეაჩერეს კანდიდატზე, რომელიც დაახლოებით 1 თვეში ძველი სამსახურიდან ახალში გადმოვიდა, პლუს საადაპტაციო პერიოდსაც 1 თვე დასჭირდა. ამ პერიოდის გასვლის შემდგომ აღმოაჩინეს, რომ ის გაყიდვების კარგი სპეციალისტი იყო, თუმცა მენეჯერული კომპეტენციები მინიმალური, ხედვები დირექტორთან აცდენილი. საბოლოოდ მხარეებმა ხელშეკრულება შეწყვიტეს. ასეთი ისტორიები ხშირია, ზოგჯერ ძიება თვეები გრძელდება, ან ზოგჯერ კარგ მსახიობს არჩევენ, რომლის რეალური სურათი გვიან ჩნდება ხოლმე. შემთხვევა, რომელზეც მოგიყევით, შემდეგი გაგრძელება აქვს. ვაკანსია ჩავებარეთ ჩვენ. 3 სამუშაო დღეში გავაკეთეთ კომპანიის და სამუშაოს ანალიზი. 10 სამუშაო დღეში წარმოვადგინეთ რამდენიმე რელევანტური კანდიდატი. შერჩეული ადამიანი დაახლოებით 3 კვირაში გადმოვიდა ახალ სამსახურში და დღესაც წარმატებით მუშაობს. რაც დამკვეთმა კომპანია ვერ მოახერხა 4 თვეში, ჩვენ 1 თვეში მივაღწიეთ. კითხვაც ბუნებრივია, რა გავაკეთეთ განსხვავებული? პასუხიც მარტივია: ჰედჰანტინგი რეკრუტინგის ნაცვლად. წარმოიდგინეთ შრომის ბაზარი, სადაც მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანები არიან. წითელ მხარეს სამსახურის აქტიური მათგებლები, რომლებიც მუდმივად კონკურენციაში იმყოფებიან ერთმანეთთან, ხოლო ლურჯ მხარეს ის მენეჯერები, რომლებიც დასაქმებულები არიან, წარმატებით ართმევენ თავს საკუთარ ამოცანებს თავიანთ სამსახურში და დასაქმების პლატფორმების თვალიერებისთვის უბრალოდ არ ცალიათ. როცა კომპანია რეკრუტინგს მიმართავს, პირველ რიგში სამსახურის მათგებლების ყურადღებას იპყრობს. მათ შორის ზოგი რეალურად კარიერულ წინსვლას ეძებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც წარსულში შემცირებაში მოყვა, ან მხოლოდ ხელფასისს დააინტერესებს, ან თავის წინა სამსახურებში უბრალოდ შედეგები ვერ დადო. ზოგჯერ კომპანიის HR-ი ცდილობს, რომ ლურჯ მხარესაც დაინახოს შესაძლებლობები. მოიკითხოს რეკომენდაციები, გამოიყენოს სოციალური ქსელები, თუმცა აქაც რამოდენიმე ბარიერი აქვს. რეკომენდაციები ხშირად არაეფექტურია, ნაცნობები თავიანთ ახლობლებს გიგზავნიან. LinkedIn-ზე ან სხვა პლატფორმებზე შეტყობინებებს არ პასუხობენ, ან პასუხობენ ძალიან მაღალი მოთხოვნებით, რომელსაც ვერ აკმაყოფილებთ. ზოგიერთი კი მხოლოდ კომპანიის შიდა ინფორმაციის მოსასმენად გეკონტაქტებათ და როდესაც ამ ყველაფერს გაიგებენ, უბრალოდ იკარგებიან. გარდა ამისა, HR-ს უაროვნობის სხვა საქმე აქვს. შიდა კომუნიკაცია, დოკუმენტები, თანამშრომელთა კეთილდღეობა და საბოლოოდ ჰედჰანტინგისთვის საჭირო ფოკუსი უბრალოდ იკარგება. რეზულტატი კი ხშირად ასე ჟღერს. ჯერ არავინ ყავს ვაკანსიაზე რელევანტური, თუმცა დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გვეღირსა. საბოლოო ჯამში კი კომპანიამ ნამდვილად იცის, რომ შრომის ბაზრის შესაძლებლობები ბოლომდე ნამდვილად ვერ ამოწურა. რაშია გამოსავალი? როცა საქმე ეხება მართვის რგოლის ან კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა სამუშაო პოზიციის მოძიებას და შერჩევას, პირველივე დღიდან გადაეცით ეს ამოცანა ჰედჰანტერს. ის არ ელოდება რეზუმეების მიღებას, პირდაპირ გადადის ლურჯ ზონაში და სთავაზობს თქვენს კომპანიაში დასაქმებას იმ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეეფერებიან თქვენს ვაკანსიას. ამის შემდეგ ჰედჰანტერი აკეთებს ინტერვიუებს და საბოლოო ჯამში გახვედრებთ ყველაზე სწორ კანდიდატებს. მომდევნო ვიდეოებში მოგიყვებით, თუ რატომ არის ჰედჰანტინგი არა უბრალოდ დაქირავების მეთოდი, არამედ კომპანიისთვის სტრატეგიული ბერკეტი. მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ სიახლეები არ გამოგჩით. სასასრულს კი გაითვალისწინეთ. კომპანიები დღეს მხოლოდ კლიენტებისთვის არ იბრძვიან, არამედ ტალანტებისთვისაც. და საბოლოო ჯამში მიზანს აღწევს ის, ვინც პროაქტიულად მოქმედებს და განსხვავებულ შესაძლებლობებს იყენებს.